დღეს ბოლოს ხტომა ჩაატარა ოზურგეთის ნომერ 63 საოლქო საარჩევნო კომისიამ და შემაჯამებელი ოქმიც გამოქვეყნდა. როგორც ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბერდია ლომიძემ გითხრა, ოზურგეთის ახალი მოწვევის საკრებულო 46 კაციანი იქნება. მათგან ქართული ოცნების დეპუტატები პროპორციული სიით 13 გახდა. თითო მანდატები კი ლელო ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის წევრებს ერგოთ. რაც შეეხება მაჟორიტარებს, აქ სრული უმრავლესობა 31 მანდატი ქართული ოცნებისა. ახალი მოწვევის საკრებულოს ხდომა სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, როცა ცენტრალური საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს საბოლოოდ გამოაქვეყნებს. საოლქო საარჩევნო კომისიის დღევანდელ ხდომაზე კომისიამ შეაჯამა 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები. რაც შეეხება შედეგებს, გეტყვით, რომ პროპორციულ ნაწილში სულ 3 პარტიამ გადალახა 4%-იანი ბარიერი. პროპორციულ ნაწილში 13 საკრებულოს წევრის შეყვანა ქართულმა ოცნებამ შეძლო, ხოლო თითო საკრებულოს წევრი შეიყვანა გახარია საქართველოს და ლელოს პარტიებმა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ნაწილს, 31 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა მაჟორიტარული არჩევნები და 31-ში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო მერის არჩევნებში 2 კანდიდატურა იყო სულ წარმოდგენილი და ამ ქართული ოცნების და გახარიას პარტიიდან შესაბამისად ქართული ოცნების კანდიდატმა პაატა კუნჭულიამ 92.74% აიღო და იგი გახლავთ გამარჯვებული მერის არჩევნებში. რაც შეეხება საკრებულოს შემადგენლობას, სულ ჯამში 46 საკრებულოს წევრისაგან იქნება შედგენილი მომდევნო 4 წლის განმავლობაში. საკრებულოს პირველ ხდომას მთელი საქართველოს მასშტაბით ცესკო მოიწვევს საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 1 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ახლა უკვე ცესკოზე არის დამოკიდებული ამ 1 თვეში, როდის განსაზღვრავს და როდის მოიწვევს საკრებულოს პირველ ხდომას.